სალამი, ყველას მოგესალმებით, როგორ ხართ ძვირფასებო? ეხლა არის ჩემთან ზუსტად 11:30 დილის. ჩემი დროით, ყველას მოგესალმებით, გისურვებთ პოზიტიურ და გრილ ამით. ეხლა მივდივარ ბაზარში, დღეს მაქვს ბაზრის დღე, ყოველ ოთხშაბათს. და დამოვიტანო პროდუქტები, შევეცდები რომ ცოტა მაინც გადავიღო ბაზარში რაღაცებს შეგახედოთ, ნახოთ როგორ გამომივა, იმიტომ რომ ბევრი ხალხია ხოლმე თან რომ ყიდულობ და ვარჩევ რაღაცებს, ცოტა არ იყოს მიჭირს, მაგრამ შევეცდები. მოკლედ წავედით ბაზარში. დღეს როგორი ამინდი გვაქვს ქარიანი, საშინელი ქარიანი. მე მგონი გესმით, ნახეთ. წუწუნებს ქარი. აბა დაგიბლუთუსოთ, ვის გინდა დაგიბლუთუსოთ ქარი, გამოგიგზავნოთ საქართველოში. მოკლედ წავით. ხალხო, გამომწერები მემატება ელვისის სწრაფით უკვე წეღან შევედი, უბრალოდ დილა შევედი, სადღაც 9 საათისკენ და უკვე 591 გამომწერი მყავხართ და ძალიან დიდი მადლობა ყველას ძვირფასებო. მე ვცდილობ რომ ყოველდღე გადავიღო ვლოგები, როგორც შემიძლია რა თქმა უნდა საინტერესოდ. და თქვენ ხვდები რომ იწერთ ჩემს არხს და გვერდში მიდგახართ, ამისთვის ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მიყვარხართ და მახარებთ, ყველა კარგი ადამიანი. გამოიწერეთ არხი, ვისაც შეგვხვდება ჩემი ვლოგი, ძალიან გთხოვთ და ვიდეოს ყურეთ ბოლომდე. წავედით მოკლედ. არ გადამეყვარ შემეძლო, ამას შეხედეთ. რესაყვარლად იყურება ფიჩო. სიყვარულო, რა ლამაზია, ყველაფერი აქვს თეთრი, ყვითელი და ნაცრისფერი. ძალიან ლამაზია. ფიჩი. მოგესინია, გოგო. მოკლედ მოვედი. როგორც გითხარით ბაზარში, მაგრამ რას უკაცრავად ვერაფერი ვერ მოვიტანე, იმიტომ რომ არავინ არ იყო საერთოდ, სადღაც 3-4 ადამიანი იყო და იმათ რაც ჰქონდათ ეს პამიდორი, კიტრი და რაღაცები ისინი ვიყიდე რა თქმა უნდა. დანარჩენი სიმავეწყდება ეს ხმა რომ გავთიშო. მოკლედ მოვიტანე ძალიან ცოტა რაღაცები, რაც მთლიანობაში მჭირდებოდა ის ყველაფერი ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ მეცინება ბაკაზე რომ დიდი სამბით წავედი ბაზარში და დიდი ბაზარია ხოლმე და დამხვდა პატარა. მოკლედ იმდენი რაღაც ვერ მოვიტანე, რამდენიც მინდოდა რა თქმა უნდა, ესე რომ ვთქვით, ეხლა მოვედი, ჩემი კარგებო, არც კუდი მომიხდია, არც გამომიცვლია, პირდაპირ მოვედი თქვენთან, რომ ეს ვლოგი დავასრულო დღევანდელ დღეს და გიტვირთოთ დღევანდელ დღეს არ ვიცი საღამოს მეჭობა რომ კიდე გადავიღო, მაგრამ დღეს რასაც დავდებ ის მინდა რომ მოკლედ დავასრულო და აგიტვირთოთ. მოკლედ ახლა შევიჭრიდე ჩემს არხზე და 585 გამომწერი მყავს უკვე, კიდე მომემატა რამოდენიმე. არ ვიცი უბრალოდ სეტყობი ამ ყოფნის მართლა რა გითხრათ, ანუ როგორ გამოვხატო თქვენ და ჩემი თბილი დამოკიდებულება. ძალიან კარგები ხართ მართლა და ძალიან მახარებს ის რომ ქარის ხმა გესმით ალბათ პოდიშით თუ ცუდად ისმის თქვენთან, მაგრამ რას ვიზამ დღეს ესეთი ქარიანი ამინდი გვაქვს.
ეხლა იმას გეუბნებოდით, რომ ძალიან დიდი მადლობა ყოველ თქვენთაგანს, თითოეულ თქვენთაგანს, გამოწერებისთვის, კომენტარებისთვის, ყველაფრისთვის აბსოლუტურად თქვენ მემახარებთ, სტიმულს მაძლევთ. ყოველდღიურად რომ გადავიღო ვლოგი თქვენთვის, ისეთი დიდი, არც დიდი და არც ძალიან პატარა შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. და შეძლების დაგვარად, რა ვიცი, ვცდილობ რომ ვიყო საინტერესო და როგორც ჩემ სამსახურში შეეფერება, ისეთი საინტერესო ვიყო რა მოკლედ ესე რომ ვთქვათ. მაგრამ სულ მალე მოვა იმის დროც, რომ დრო სწრაფად გადის, ჩემ დასაბედნიეროდ და სულ მალე მოვა ესეთი კარგი დრო ჩემთვის, რომ უფრო უკეთესად წავიყვან, ესე ვთქვათ, ჩემს არხს და უკეთესობისკენ განვავითარებ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არც ახლა არ მიდივარ ცუდად, მხოლოდ მე არ ვფიქრობ ესე, რა თქმა უნდა. არიან აქ ჩემი ადამიანები, ყველა ჩემები ხართ, მაგრამ განსაკუთრებით არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც გამორჩეულად მეუბნება, რომ ძალიან კარგად გამომდის და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. და ესე გააგრძელებ მოკლედ. ხო და ვაგრძელებ თვითფასება. რა მინდოდა რომ მეთქვა ახლა. დავასახელებ ახლა, რა თქმა უნდა, იმ ვლოგერს არ მინდა რომ რაღაცა უხერხულ მომენტში ჩავაყენო, მაგრამ ცით რა არის, უბრალოდ გული მტკივა და გული მწყება, რომ აი ზოგი ადამიანები ხარ თქვენ რა შუაში ხართ, არც არაფერ შუაში არ ხართ, უბრალოდ ვიძახი. სადაც შევდივარ, არ აქვს სოციალური ქსელის მნიშვნელობა. ისეთებს ეხმარებიან, ვისაც აი ნამდვილად არაფერი არ ჭირთ, ისა რომ დაეხმარო სიტყვას. იქ რა თქმა უნდა, ახლა ყველას თავის სურვილი აქვს, სიტყვაზე მე ვისაც მინდა იმას დავეხმარები, ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე, რომ აი თუნდაც YouTube-ზე სახეს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, რა სულელია, არ ჩავაყენებ ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში. მე მაგალითად ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე ვიცი ისეთი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ადამიანისგან დახმარება, თუნდაც მცირედ, ნამდვილად როცა სჭირდება. ისე არა რომ აი ეხლა მე მაგალითად შიგადაშიგ ესე რომ ვთქვათ, როცა კი ვიცლი, ვუყურებ, რა თქმა უნდა, ბევრ ბლოგერს, ბევრს არ არის, ძალიან ბევრს, რამოდენიმე მაქვს ჩემი ამორჩეული ბლოგერები და იმათ უყურებ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. თუმცა ეხლა ამ ბოლო დროს უკვე ვეღარ ვიცლი, იმისთვის რომ ჩაუჯდე ხოლმე და უყურო, რა თქმა უნდა, მაგასაც არ დავასახელებ ეხლა ვინ რომელ ბლოგერს უყურებ და რომელს არა და ასე შემდეგ, არ მინდა ვინმეს რომ გული ეტკინოს ჩემგან და რაღაც რა სისულელია. და მე იქ აი ნამდვილად რამდენი ხანია სიტყვაზე ერთ ბლოგერს უყურებ. რაც თავიდან დაიწყო გადაღება ბლოგების და აი ნამდვილად რომ სჭირდება გვერდში თქო, მეგობრებო. და ესეთებს არ ეხმარებით. საერთოდ ზოგადად ვსაუბრობ, ჩემი გამომწერებიდან არაფერ შუაში არ ხარ, თქვენ თავებზე არ მიიღოთ რა სისულელია. აი ისეთ ხალხს ვეუბნები, რომ ამ ყველაფერს, რომ აი ვისაც არა
არ უნდა ნამდვილად დახმარება და სიტყვაზე იქ მანქანები დარბიან, სიტყვაზე იქ ბინებიც აქვთ, ვიცი, ესეთები არაფერს არ იკლებენ იქ ზღვას, იქ მთას და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანებს რათ უნდათ ხალხო თქვენი დახმარება? ვთქვი ცოტა თვალებიდან გამოიხედოთ წესიერად და რა თქმა უნდა თუ თქვენი სურვილია და თქვენი ფულია, ვისაც გინდა რაც გინდა იმას ჩაურიცხეთ და დაეხმარეთ, მაგრამ არ სჯობია რომ იმას დაეხმაროთ ნამდვილად, ვისაც ნამდვილად სჭირდება და მეტი საშუალება არ აქვს და თან მით უმეტეს ხედავთ იმ ადამიანს რომ სჭირდება დახმარება. არა ესე ვიღაცგან მოსმენილი რო აიცი რა იმას უჭირს სიტყვაზე და მოდი არა ხედავთ, უბრალოდ ხედავთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება თქვენი დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ესე 50 თეთრი იქნება, 1 ლარი იქნება, ლარნახევარი იქნება, 2 ლარი იქნება, 10 ლარი იქნება, 25 ლარი იქნება თუ მეტი. ეს 2 ლარი თუნდაც თქვენ არაფერს არ წაგართმევთ, ხო? და იმ ადამიანს იცი როგორ ააშენებს? ეხლა თუ ვიღაც გამოხტებით ეხლა ჩემ კომენტარებში და დამიწერთ რომ შენობი იგეკითხება საერთოდ და შენობი იმის რამის დახმარები ხარო და დადეგი და შენ დაეხმარეო. ამ ყველაფერზე უბრალოდ გამეცინებ. და მგონი დაკვირვებული თვალით ვინც მეყურებთ, ისინი მიხვდებით რატომ გამეცინა. მე ჩემ თავზე არ ვსაუბრობ არსად. მით რომ მე მიკეთებია ცხოვრებაში, ეგ მხოლოდ მე ვიცი. და კიდევ ბევრს გავაკეთებ. ეგ არის ჩემი ადამიანობა. არ ვიცი მე მაგალითად აი მე ელემენტარულს ვიტყვი ადამიანს თუ რაღაცით უდრემაინც დავეხმარე, წავეშველე უბრალოდ. მარტო ფული არ მოისაზრება ამ დახმარებაში, რაღაცით. მე ვარ 1000 მაგათ ბედნიერი. ოღონდ მართლა. აი იცი როგორი ბედნიერი ვარ, აი ჩიტი რო დაფრინავს, ხო იცი? აი ეგრე დავფრინავ, მეც, აი მასე დავფრინავ, მეც სიხარულისგან, ოღონდ მართლა. დიდი ზურგეცა. იცი როგორ მიხარია? მიხარია რომ ის ვიღაც გავახარე. თუნდაც ელემენტარულად. ისეთ ადამიანს დაეხმარეთ, ჩემი რჩევა იქნება. რა თქმა უნდა, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. მიიღებთ ჩემ რჩევას თუ არ მიიღებთ. ვისაც დახმარების ხელის გამოწყობა მართლა სჭირდება. და ვისთვისაც თუნდაც 50 ლარი ჯამში დიდი თანხა და ბევრ რამეს ბევრ პრობლემას მოუგვარებს, ასე რომ ვთქვით. თორემ თქვენი ნება, ვისაც გინდა რაც გინდა ისაკეთეთ. თქვენ ცხოვრებაში რა თქმა უნდა არავინ არ ჩაერევა მეტად, მე პირადად გასასრულებია. უბრალოდ ეს გამახსენდა და გამოვთქვი ამაზე ჩემი აზრი. მე მაგალითად მაქვს სურვილი, რომ ადამიანებს რითიც შემიძლია, რა თქმა უნდა, ახლა რითიც ვერ შემიძლია ვერანაირ ბოდიში დავეხმარო და დავტყვე გვერდში. ეს ყველას ჩვენი ვალია. მე ესე ვფიქრობ. მოკლედ ახლა წავედი აღარ ანუ დროშიც ისე ვარ რომ ვიწვევი. ეხლა მომდე შესვენების დრო უკვე დამეწყო, წავალ ახლა მე ცოტას დავისვენებ და გაჩვენებთ ჩემს ტელეფონს, ახალ ტელეფონს, გუში რომ გითხარით რომ გაჩვენებდით და შევიფასოთ აბა როგორია და როგორ მოგეწონებათ. ყველას ბედნიერი დღე. არ ვიცი შევეცდები საღამოს კიდევ მოვიდე. თუ არა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მადლობა ყველას კიდევ ერთხელ გამოწერებისთვის, ძალიან მახარებთ უზომოდ. ყველას გისურვებ ბედნიერ დღეს და მშვიდობიან საღამოს. დროებით. მოკლედ ძვირფასებო, რომ დაგვიდეთ გუშინ და ჩემს ვიდეოში რომ გაჩვენებდით ჩემს ახალ ტელეფონს. აი ეს არის რა თქმა უნდა 5-დან ამოღებული მაქვს. Redmi-s ტელეფონი. აი ეს არის, ნახეთ. ეს თავისი ჩასატები რა თქმა უნდა ვიყიდე, გამჭვირვალე მიდოდა, აი ესეთია.
მწვანე ფერის, არ ვიცი ახლა მანდ როგორი გამოჩნდება. საკმაოდ დიდი ზომის, რა ვიცი, მაგ ძალიან ყვაყოფილი ვარ, კარგ ფოტოებს იღებს, კარგ ვიდეოებს იღებს, ფოკუსს ვერ იჭერს და რატო არ ვიცი. სურათსაც გადავუღებ, რომ ესეთი თხელია. აი ესეთია. ესეთი მენიუ აქვს, როგორც Samsung-ს აქვს მენიუ, იგივე აქვს ამასაც რა. რა ვიცი, მე ძალიან გმყოფილი ვარ. ეს არის ეს წინა თვეში ვიყიდე, წინა თვეს კი არა, სადღაც 2 თვეა რაც მაქვს ესეთი პულსასმენები. ამაში ხო ერთი მიკეთია ახლა მე. ესეთი შავი. ამაში მივეცი 15 евро. ამ ტელეფონში თუ ვინეს გაინტერესებთ იყო ფასდაკლება და მე გადავიხადე, მე გეტყვით არა მაქვს პრობლემა მაგაზე რა გადავიხადე, მე მივეცი ამ ტელეფონში ფასდაკლებით 150 евро. აი ესეთია. გონი ჯობია რა ფოტო გადავუღო. ჩავსვი თავის кейსში, ესე რომ თქვა, ესეთი გამჭვირვალე кейსი მითოდა. არის ძალიან ლამაზი, თხელი, მძიმე და დიდი, რაც მთავარია, ჩემი საქმისთვის არის კარგი, ანუ ვიდეოების გადაღებას გულისხმობ.